ჩემ გამოსვლას მე დათოს მადლობაც გადაუხადე და გულწრფელი უნდა ვიყო. ნამდვილად ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა დედაქალაქში ამ 3 წლის განმავლობაში, რაც მოხერხდა და რაც მოესწრო, უამრავი საქმე არის გაკეთებული. ეს შემიძლია ჩამოთვალოს სხვადასხვა პროექტები, რომელიც მართლაც მნიშვნელოვანი იყო და ნამდვილად კიდევ ერთხელ მადლობა მინდა დათოს და მის გუნდს გადაუხადვა ზოგადად მერიის თანამშრომლებს, რადგან მათ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დახვდათ. არ იყო რთული უგულავას მერობის შემდეგ გაგეგრძელებინა მუშაობა, რადგან ხშირად იყო ასე ვთქვათ საბოტაჟის კონკრეტული ფაქტები და ყველაფერი ეს გარკვეული დრო დაჭირდა, რომ ეს ცვლილებები განხორციელებულიყო და 3 წლის განმავლობაში რაც შესაძლებელი იყო უამრავი რამე გააკეთა დათომ. სხვა არის როგორ ხდებოდა ამ ყველაფრის კომუნიკაცია და ამ ყველაფრის მიტანა დედაქალაქის მოსახლეობამდე. აი აქ მართლა სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ეს მარტო მერიას არ ეხება, ზოგადად მთავრობის პრობლემაც არის და ჩვენ მოგვივიდა ისე რომ ერთი უკიდურესობა გვჭირდა სააკაშვილის ხელისუფლების დროს არ არსებულ რაღაცეებს ხსნიდნენ და სამჯერ 4-ჯერ ხსნიდნენ ერთი და იგივე ობიექტებს და გადავარდით მეორე უკიდურესობაში რომ საერთოდ არაფერს არ ვლაპარაკობთ იმ განხორციელებულ და გაკეთებულ პროექტებზე. თუმცა რაც შეეხება კიდევ ერთხელ ვიმეორებ დათოს და მერიას, ეხლა საზოგადოება ვითარდება ყველაფერი წინ მიდის. დღეს უკვე სხვა მოთხოვნები აქვს დედაქალაქის მოსახლეობას, სხვა მოთხოვნებია უბრალოდ ზოგადად ქვეყანაში. აი მოდი ჩვენ გადავხედოთ რა ხდებოდა 2012 წლამდე. რა იყო ძირითადი მოთხოვნები, ხო? ძირითადი მოთხოვნები იყო ის რომ ადამიანებს ექცეოდნენ არაკანონიერად, იჭერდნენ ყველას, ვისაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება ჰქონდა. ანუ ადამიანის უფლებების მიმართულებით უფრო მეტი იყო მოთხოვნები, ის თუ რა ხდებოდა ციხეებში და ასე შემდეგ. არ მინდა, აი კიდევ ერთხელ ყოველთვის ვერიდები დაუბრუნდე იმ პერიოდს, რაც 9 წლის განმავლობაში ხდებოდა. დღეს უნდა ვისაუბროთ მომავალზე, რას გავაკეთებთ, როგორი იქნება ჩვენი დედაქალაქი, როგორი იქნება ჩვენი ქვეყანა, რომ მოსახლეობას დავანახოთ ის ოპტიმიზმი, დავანახოთ ის შესაძლებლობები. ბატონო კახი, მაგრამ აი უყურეთ თქვენ თავად ვეთქვით რომ ადრე იყო ეს ადამიანის უფლებები, ხო? წინა ხელისუფლების მთავარი სისუსტე იყო ადამიანის უფლებები, თქვენი ხელისუფლების მთავარი გამოწვევა არის სიღარიბე და უმუშევრობა. ყველა გამოკითხვით ამ ქვეყანაში მთავარი პრობლემა არის სიღარიბე, უმუშევრობა.